თავიდანვე სანამ მშობელი გახდები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ადამიანს გაგაჩნდეს პასუხისმგებლობის შეგრძნება. შენს ქცევაზე აიღო პასუხისმგებლობა, შენს ნათქვამზე აიღო პასუხისმგებლობა, არ უნდა აბრალებდეს სხვას ამას. როცა მშობელი ხდები, ეს პასუხისმგებლობა ათმაგდება, იმიტომ რომ ბავშვი არის მართლა პლასტელინივით. შენ შეგვიძლია გამოძერწო მისი პიროვნება თავიდან ბოლომდე. შენზეა დამოკიდებული, სანამ ის არის პატარა. კი ამბობენ ხოლმე რომ მარტო წვრთნა რას უზამს თუ ხასიათმაც არ უშველაო, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ყველა ადამიანში თუ საუბრობთ ჩვენ ღმერთის ხატებაზე და მსგავსებაზე, აუცილებლად არის დადებითი ამბავი ჩადებული, იმიტომ რომ ღმერთის ხატება ეს არის. ჩვენ თუ აი ამ დადებითს გავაღვივებთ ბავშვი და ვეცდებით რომ ეს გამოვწერწოთ, გონია რომ ეს აუცილებლად ნაყოფს დადებითს და კეთილს გამოიღებს. პასუხისმგებლობა არის უკვე შენზე როგორც მშობელზე. შენ რა ჩადე შენ შვილში, შენ რა მიეცი მას, შენ რა ეცადე, რომ როგორ გაგეზარდა, როგორ გარემოში აგეზარდა, რა გესწავლებინა. თორე ესე თავისითაც გაიზრდებიან ბავშვები, ხო, რომ გააჩინო, გაუზრდელი ბავშვი არც ერთი არ დარჩება ფიზიკურ გაზრდას თუ გულისხმობ. მნიშვნელოვანი არის რომ გავაცნობიეროთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ მშობლებმა, როგორ აღვზარდეთ ჩვენი შვილები. ხა რო ვთქვა რომ აი მე ხა მაგიდის გარშემო შემოვკრებ ჩემ შვილებს და ვეუბნები რომ აი ესე უნდა მოიქცეთ, ისე უნდა მოიქცეთ, ესე არ ხდება. მე უბრალოდ ვაჩვენებ როგორი ვარ მე, როგორ ვექცევი მე სხვა ადამიანებს. პირადი მაგალითებით ვაჩვენებ.